მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. შემოგვიერთდა საქართველოს პარლამენტის წევრი აკადემიკოსი, მწერალი, კონკურსის დამფუძნებელი, რომელზედაც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ბატონი გიორგი სოსიაშვილი და შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი მაჩაბელი 2025-ის მასალების მიღების ბოლოვა და 10 მაისი გახლავთ, ამიტომ მოასწარით, კიდევ რჩება 2 დღე, თუ გაინტერესებთ ეს საკითხი, მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში გორში დაწყებულმა ისტორიამ ფაქტობრივად მოიცა მთელი ქვეყანა და ახლა საშუალება გვაქვს, რომ ვისაუბროთ უკვე ერთგვარ ბრენდზე, ლიტერატურულ კონკურსზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი საზოგადოება ელოდება წლიდან წლამდე. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. 5 წელი თითქოს დიდი დრო არ არის, მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს ჩვენს ცხოვრებას, ფაქტობრივად დრო, რომელიც ასე გვებჯინება ყელში და ასე სწრაფად გადის, შეიძლება ითქვას, რომ არც მცლად ცოტაა. მით უმეტეს ისეთი კონკურსისთვის, როგორც მაჩაბელი 2025 იყო ამ შემთხვევაში, ეს არის კონკურსი ლიტერატურული, რომელიც გორში დაიწყო და შემდეგ რაღაცნაირად გავრცელდა მთელ საქართველოში. მოდით მოგვიყევით იდეაზე, რომელიც 5 წლის წინ დაიწყეთ, თქვენ ხართ კონკურსის დამფუძნებელი და შემდეგ როგორ ვთქვათ, გადაეცით მთელს ქვეყანას, სხვადასხვა ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს შესაძლებლობა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ და ჩართულიყვნენ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ამ საკითხზე მიწევს თქვენს გადაცემაში საუბარი, რომელიც შეეხება ლიტერატურულ კონკურსს მაჩაბელს. მე მგონი პირველად ხარ ჩვენ სტუდიაში, როდესაც პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ და ლიტერატურულ კონკურსზე. ძალიან მიხარია, რომ აი ამ საკითხზე მიწევს საუბარი და გეტყვით, რომ თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ ჩვენს დაჩქარებულ დროში 5 წელი არც თუ ცოტაა. მით უფრო როცა ეხება ის ახლად დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს და მე ვფიქრობ, რომ ამ კონკურსმა უკვე ჩვენს ლიტერატურულ სამყაროში, ქართულ სამყაროს გულისხმობ ცხადია, თავისი გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა იმ თვალსაზრისით, რომ ის უკავშირდება უდიდესი ქართველი პუბლიცისტის, მწერლის, საზოგადო მოღვაწის დიდი ივანე მაჩაბლის სახელს და აი ამ კონკურსმა რაღაცნაირად გააცოცხლა ის ძველი ტრადიციები. მე გეტყვით, რომ გორი წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან ლიტერატურულ კერას, ლიტერატურულ ცხოვრება ჩქეფდა გორში გასულ საუკუნეში და არა მხოლოდ გასულ საუკუნეში, წინა საუკუნეებშიც, მაგრამ განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში ძალიან მძლავრი ლიტერატურული წრე ფუნქციონირებდა და აქ ჩამოდიოდნენ საქვეყნო ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ბოლოს გალაქტიონიან ამ ყოფილ და საოცარი საღამოები ახსოვს ამ უნივერსიტეტის კედლებს, მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა და ჩვენ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ აი ამ ტრადიციების გაცოცხლებისთვის შეგვეწყო ხელი. მაშინ რექტორი იყავით, მე მგონი, უნივერსიტეტის, როდესაც ეს კონკურსი დაახსნა. მაშინ გახდით რექტორი და გორის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩვენ დავაფუძნეთ ლიტერატურული კაფე, რომელიც დღემდე ატარებს ძალიან ცნობილი ქართველი პოეტის, გორელი პოეტის, აც გარდაცვლილი ნიჭიერი შემოქმედის გიორგი მახარობლიძის სახელს და ამ კაფის წიაღში ძალიან ბევრი იდეა განხორციელდა და სურვილი ჰქონდა ჩემს მეგობრებთან ერთად გაგვიჩნდა ეს იდეა, რომ დაგვეფუძნებინა ახალი კონკურსი, რომელიც აი ამ ტრადიციებს გააცოცხლებდა და გარდა ამისა ის ერთგვარად აი რაღაცა დაკავშირებული იქნებოდა ასევე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთანაც. გეტყვით, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამართალმემკვიდრე არა მხოლოდ ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის, არამედ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტისაც. მოგეხსენებათ, რომ ეს ორი სასწავლებელი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბუნებრივი არის მთლიანად იყო დაკავშირებული აი ამ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ასე რომ სურვილი გამიშთა, რომ ივანე მაჩაბლის სახელის გაცოცხლებასაც შეეწყობა ხელი თავისთავად ცხადია, ეს კაცი მოგეხსენებათ, როგორი უიღბლო ადამიანი იყო, გაუჩინარდა ფაქტიურად და უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დღემდე არავინ არაფერი არ იცის მისი ამ გაუჩინარების და მისი დაკარგვის შესახებ, თუმცა ძალიან ბევრი ვერსია და ამაზე აღარ შევყვები და აღარ ვისაუბრებ, ეს ცალკე საუბრის თემაა და აი ამ ყველაფერზე ეს ყველაფერი გვინდა რომ მოგვეყარა ერთად
ერთად მოგვექცია, ასე ვთქვათ, აი ამ კონკურსში, ამ კონკურსს გაეცოცხლებინა ეს ყველაფერი და ამიტომაც შეურჩიეთ სახელი მაჩაბელი, რომელიც როგორც კი გაიგებს ნებისმიერი ადამიანი, მაშინ ასოცირდება სამაჩაბლოსთან, დიდი ლიახვის ხეობასთან, ივანე მაჩაბელთან და იმ ლიტერატურულ კულტურულ ტრადიციებთან, რომელიც არსებობდა დიდი ლიახვის ხეობაში და არსებობდა ჩვენს მხარეში. აი ესეთი ისტორია აქვს, 5 წელია უკვე რაც ფუნქციონირებს, არსებობს ეს კონკურსი და მე გეტყვით, რომ თავდაპირველად იყო გარკვეული განცდა იმისა, რომ როგორი კონკურსი გამოვიდოდა, შედგებოდა თუ არ შედგებოდა. ერთია რომ გაქვს სურვილი, რომ ჩაატარო კონკურსი, ჩამოაყალიბოდა რაღაცა გარკვეული კონკურენტუნარიანი კონკურსი შექმნა ლიტერატურულ საზოგადოებაში. თავიდანვე იყო მიზანი, რომ თქვათ გავრცელდებოდა ეს გორის იქით, ასე ვთქვათ და მოედებოდა მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ კონკურსები, რომლებიც ძალიან პოპულარული და პრესტიჟულია, ფაქტობრივად ცენტრში, დედაქალაქში იქნება და შემდეგ აი აქედან მიდის ხოლმე და ასეთი შემთხვევები, როდესაც ვთქვათ რეგიონში, კონკრეტულ ქალაქში ხდება რაღაცის დაფუძნება და პირიქით აქეთ მოდის, ხშირი არ არის. რა მოლოდინი გქონდათ და ვთქვათ აი ეს გზა როგორ გაიარეთ, რომ ის გამختارიყო ვთქვათ რაღაცნაირად ნაციონალური, ანუ საკუთანო. პირველი დავნიშნო, რომ მაჩაბელი ყველასია. ის მარტო არ არის არც ლიახვის ხეობის, არც ჩვენი მხარის, ის არის ყველა ქართველის კუთვნილება, ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის მისი სახელი და ზოგადად ის ტრადიციები, რომელიც არსებობდა და არსებობს ამ შესანიშნავ კუთხეში. ცხადია, რომ გარკვეული, როგორც აღნიშნე, ერთგვარი განცდა მქონდა და მქონდა იმისა, რომ რამდენად მოახერხებდით აი ამ კონკურსის ასე ფართო მასშტაბიან ლიტერატურულ, ასე ვთქვათ, მარათონად ქცევას, თუმცა გაამართლა ამ ყველაფერმა და ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის აი ამ საქმიანობამ თავის შედეგი გამოიღო და ქვეყნის მასშტაბით ტარდება ლიტერატურული კონკურსი მაჩაბელი და ყველა თაობის წარმომადგენელს საშუალება აქვს, რომ ცადოს თავისი ბედი, შემოიტანოს თავისი ლიტერატურული ნაწარმოებები და მოკლედ აი ამ კონკურსში ჩაერთოს. მოდით ვიდრე ვისაუბრებთ, სულ რაღაც 2 დღე რჩება საკონკურსო მასალების მიღების ბოლომდე. მე მინდა რაღაცნაირად დრამატურგიულ ხაზს გავყვეთ და ვნახოთ, ვინ შემოიკრიბა წლების განმავლობაში ლიტერატურულმა კონკურსმა და ვის მისცა მას აღიარება, ხო, ის გადასცა ის ჯილდო, რომელიც ვთქვათ, ამ კონკურსში გამარჯვებას გულისხმობს და თავად ეს ჯილდო, ვთქვათ, რას მოიცავს, ესეც რომ ავხსნათ. დიახ, ჩვენ თავდაპირველად გქონდა 4 ნომინაცია, ეს იყო წლის საუკეთესო პოეტური კრებული ან ლექსების ციკლი და გეტყვით ახლა ეს რა არის ჩადებული ამ ნომინაციაში და აი განსხვავება რა არის სხვა კონკურსებისაგან. მეორე გახდათ საუკეთესო პროზაული კრებული ან პროზაული ნაწარმოები, მესამე საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა, დოკუმენტური პროზა და მეოთხე თარგმანი. ახლა დაემატა უკვე, ესე იგი, დრამატურგია. გეტყვით რომ ძალიან ცნობილი, დიახ, 5 ნომინაცია. ძალიან ცნობილი ადამიანები შემოიკრიბა, გეტყვით ამ კონკურსმა პირველ წლებშივე და მთავარი რა არის ახლა განმასხვავებელი ნიშანი გეტყვით ჩვენი კონკურსის, რომ შეიძლება რომელიმე კონკურსანტს არ ქონდეს წინათ გამოცემული თავისი ლიტერატურული ნაწარმოები და ქონდეს პერიოდულ გამოცემაში დასტამბული, დაბეჭდილი და ამ შემთხვევაში მათ საშუალება ეძლევათ, რომ ესე იგი შემოიტანონ საუკეთესო ლიტერატურულ გაზეთში, რომელიმე ჟურნალში გამოქვეყნებული თავიანთი პოეტური ნიმუშები, ან პროზაული ნიმუშები და აი ამ ყველაფერს ჩვენ დავუმატეთ, როგორც გითხარით, დრამატურგია უკვე ბოლო წლებში, იმიტომ რომ ივანე მაჩაბელს როცა ეხება ლიტერატურული კონკურსი, დრამატურგიის გარეშე მე მგონი რომ ცოტა რაღაცა აკრდა ერთგვარი მარილი, ასე ვთქვათ, ამ ლიტერატურულ კონკურსზე ჩვენ შევეცადეთ, რომ რა თქმა უნდა, ახლა სრულყოფილი არაფერი არ არის ამ ქვეყანად და გზადაგზა კიდე იხვეწება ეს ყველაფერი და მე გეტყვით, რომ შარშან მაგალითად აი ამ ძირითადი ნომინაციების გარდა ჩვენ დავაჯილდოვეთ ცნობილი ქართველოლოგი, რომელიც თურქეთში მოღვაწეობს, ბატონი ჰარუნ ჩიმქე, რომელმაც არაერთი ქართველი ავტორი თარგმნა თურქულ ენაზე და გაგვიცია ასეთი ცალკე პრიზებიც, ასე ვთქვათ, აი ამ კონკურსის ფარგლებში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავისუფალი ლიტერატურული ცხოვრება ზოგადად არის თავისუფლება ხო ლიტერატურა დაკავშირებულია თავისუფლებასთან და ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ მეტი და მეტი ადამიანი გაერთიანდეს ამ კონკურსის ირგვლივ, როგორც წინა, ასევე ახალი თაობის წარმომადგენლები, დებიუტანტი მწერლები და შეუძლიათ მათ თავიანთი ბედის საგონი, იმიტომ რომ ახალგაზრდა ავტორებსაც აქვს შემოტანილი თავიანთი ნაწარმოებები და გაუმარჯვიათ კიდეც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ბევრი სახელდაგვარი შეიძლება
მაგალითად წინა კონკურსში არ მინდა გვარებით ჩამოთვალო, მაგრამ მე ნაკლებად ვიცოდი, მაგრამ კონკურსმა ჟიური მასე გადაწყვიტა და ასე. კი ბატონო, ბატონო გიორგი, ჩვენ რადგან κρიტერიუმები უკვე ვთქვით, მოდით ახლა ვისაუბროთ ჟიურიზე, რომელსაც უწევს მუშაობა, ის ვთქვათ არ ჩანს, მაგრამ აქვს შესაძლებლობა, რომ კონკრეტული მასალები, რომელიც წარმოდგენილია კონკურსში, შეაფასოს. დაახლოებით როგორ ფასდება ეს ყოველივე და ასევე რომ გითხრათ, შეიძლება ადამიანებს რომლებიც ახლა გვისმენენ და თქვენ ახსენეთ რომ დებიუტანტები არიან, მსგავსი გამოცდილება შეიძლება არ ქონდეთ კონკურსში მონაწილეობის, როგორ შეიძლება რომ მოგმართონ, მოგაწვდინონ ხმა, მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა? დიახ, კონკურსს გააჩნია თავისი გვერდი, თავისი ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში არსებობს ჩვენი ამ კონკურსის გვერდი და მას ყავს თავისი კოორდინატორი, ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი კეთი ჯულბურდი გახლავთ ამ ვინც კოორდინაციას უკეთებს და საკონტაქტო პირი ვინც არის, ვისაც შეუძლია დაუკავშირნეთ ეს განთავსებული ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ვებგვერდზე როგორც გითხარით და ნებისმიერი წარმომადგენელს ეს დებიუტანტი იქნება თუ და დამსახურებული მწერალი მას შეუძლია შემოიტანოს, იმიტომ რომ მეორე აქ იმარჯვებს მხოლოდ ღირსეული ნაწარმოები და რაღაცა მხოლოდ სახელებითა და გვარებით არ ხდება, იმიტომ რომ თავიდანვე კონკურსის დაფუძნებიდან დღიდან კონკურსის დაფუძნებისა ჩვენ ქონდა ძალიან მკაცრი მიდგომა. პირდაპირ გეტყვით რომ კონკურსმა რომ დაიმკვიდროს თავისი გამორჩეული ნიშა, ის უნდა იყოს ძალიან ობიექტური. უნდა იყოს შეუვალი ჟიური, უნდა წვეტეთ ეს აი ამ კონკურსის ბედს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჟიურის წევრების ამ გადაწყვეტილებაში არავინ არ ერევა და ვერც ჩაერევა, იმიტომ რომ ეს ხდება ამ გადაწყვეტილების გაცხადება დაჯილდოების დროს და ბუნებრივია მე ხდება გამარჯვებული ავტორების გამოცხადება. ასე რომ საკმაოდ სერიოზული ფულადი ჯილდოებია ამ თითოეულ ნომინაციაში ძალიან ბევრი გამარჯვებულია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მინდა ყველა იმ პატრიოტს გადაუხადო მადლობა, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც გვეხმარება ყოველწლიურად აი ამ კონკურსის ორგანიზებაში, ასევე გორის მერიას მინდა გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა. ცხადია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის ბაზაზეც არის დაფუძნებული, ამ უნივერსიტეტის წიაღში ტარდება გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრს და ყველა იმ სპონსორს, ვინც გვეხიდება და ვისთვისაც ძვირფასია ქართული სიტყვაგაზმული მწერლობა და კონკურსი მაჩაბელი. კი ბატონო, შედეგებს როდის გამოგვიქვეყნებთ და გავიგებთ? შედეგები, იცით, ჩვენ კონკრეტულ ღონისძიებას ემთხვევა რამდენადაც კონკრეტული ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება გორში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მაჩაბელი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ხელოვანები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, მომღერლები, მუსიკოსები, ერთ სიტყვით ძალიან საინტერესო მასტერკლასებია ხოლმე კინოდოკუმენტალისტები და აი ამ ღონისძიებათა ციკლში ერთ-ერთი ღონისძიება იქნება ლიტერატურული კონკურს მაჩაბელის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ჩატარდება გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში და ეს იქნება ივნისის თვეში, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, ეს ცხადია იქნება დაანონსებული, გაცხადებული მედია საშუალებებით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგზავნდეს დაესწროს და იქნება ლიტერატურის ნამდვილი ზეიმი ამას გვირდებით. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს სცენელს და მაყურებელს, რომ კონკურსი ფართომასშტაბიანია და მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას, საკონკურსო დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2024-25 წლებში ნაბეჭდის სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები და საკონკურსო მასალების მიღების ბოლოა და გახლავთ 2025 წლის 10 მაისი. თქვენ ახსენეთ, რომ 5 ნომინაცია პარალელურად ამ კონკურსის თქვენ 5 წიგნი ერთდროულად გამოეცით და რაღაცნაირად უახლოეს მომავალში ნახავს მზის სინათლეს. მოდით ამაზეც გითხარით და დავემშვიდობოთ ერთმანეთს. დიახ, ბოლო პერიოდში რაღაც ესე მიყოლებით მოხდა ჩემი წიგნების გამოცემა, ერთი წიგნი გამოიცა სტამბულში, მატონი ჰარუნ ჩიმკე გახლავთ თარგმნელი, ჩემი მოთხრობების 5 მოთხრობა არის შესული ამ კრებულში, რომელიც დაისტამბა და ახლა უკვე გამოვიდა ეს წიგნი. მოვალ შენთან ასე ქვია ამ კრებულს და ერთ-ერთი მოთხრობა ეხება თურქეთში დატრიალება მოგზაურობას მიწისძვრა მაქვს საუბარი კალაკადანაში და მოკლედ ამის გარდა კიდევ მოხდა საქართველოს რამდენიმე კრებულის გამოცემა, ერთი წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით, გამოცემა მერიდიანმა გამოსცა ჩემი რჩეული მოთხრობების კრებული და ასევე ერთი მონოგრაფია, რომელიც გამოიცა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
ეს გახლავთ გენერალ ილია მაქარაშვილის წერილები და ჩანაწერები და ეს არის იმ წიგნის გაგრძელება, რომელსაც ქვია არბო პარიზილიმ, რომელიც ძალიან ცნობილი ქართული ოჯახის თავგადასავალზე მოგვითხრობს ჟურნალებისა და მაქარაშვილების და აი ამ წიგნში შევიდა გენერლის უცნობი ჩანაწერები, დღიურები, ის იყო რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე, ძალიან საინტერესო მასალაა წარმოდგენილი და ასევე გამოიცა ორწიგნეული ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, ეს არის ერთი ვრცელი მოთხრობა, რომელიც აფხაზეთის ომს ეხება, მგლების ჭიშკარი და მეორე გახლავთ მოთხრობების კრებული, 8 ახალი მოთხრობაა გაერთიანებული წისქვილი. ასეთი კრებულები გამოეცი და ძალიან მალე იქნება ამ წიგნების პრეზენტაცია და ყველას გეპატიჟებით დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, თქვენ ამდენადაც ვიცი პარალელურად ახალ საკითხზეც მუშაობთ, თემას ამუშავებთ, ძალიან საინტერესოს. თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე პარლამენტის წევრი ბრძანდებით, არ შემიძლია არ გკითხოთ, რომ როგორ ახერხებთ პარალელურ რეჟიმში თან საკანონმდებლო საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა და თან პარალელურად ის, რაც სულს ყვებავს, ის, რაც ასე მნიშვნელოვანია, ამასაც ასე ვთქვათ, ხელი არ გაუშვათ. ეს როგორ ხდება? ცოტა რთული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მე დატვირთული რეჟიმი მაქვს ყოველდღიურად ცხოვრების, მაგრამ მაინც ვახერხებ ასე თუ ისე საკუთარი თავისთვის დროის წართმევისა და რაღაცა თავისუფალი დროის წართმევის ხარჯზე, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ჩემი ცხოვრება ამის გარეშე, იმიტომ რომ მე ამ საქმით სუნთქავ რო იტყვიან, ეს არის ჩემი ლიტერატურული ცხოვრება და სამეცნიერო მუშაობა არის ჩემი მთავარი, ასე ვთქვათ, სულიერი საზრდო და ამიტომაც შიგადაშიგ ვახერხებ ხოლმე ამის გამოცემას, სხვათა შორის წეგა რაც ახსენეთ თქვენ ახლა ამ ლიტერატურული ბოდიში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც წეგან გამოუჩა მე თქვა და მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს კულტურის სამინისტროს, ძალიან დიდი დახმარება გამოიწვია, გუშინ გახდა ცნობილი აფინანსებენ ამ ფესტივალს, აი ამის ფარგლებში ჩატარდება ჩემი საჯარო ლექცია, მინდა რომ აი ამ რომელიც მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯურის ჩამობრძანებას და აი ამ საკითხებს ეხება საქართველოში და განსაკუთრებით მცხეთაში როგორ მოხდა მისი დაბრძანება და სვეტიცხოვლის აი ამ აგების თემატიკაზე მექნება და ასე რომ მე მომავალ შემოსწინად გამოვცემ და ამაზეც გვექნება მე საუბარი. კეთილი. წარმატებები მინდა გისურვოთ. გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი, მწერალი, კონკურს მაჩაბელის დამფუძნებელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის. ნახვამდის.